დარწმუნებული ვარ, რომ მისი წიგნები ვერავის დატოვებს ემოციების გარეშე. მე რაც შემხვდა, მკითხველების გარკვეული რაოდენობა თვლიდა, რომ ეს იყო მისი ყველაზე სუსტი წიგნი. ძალიან დიდი ამბავია ატეხილი ამ წიგნზე, არც მიგვირს, რომ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. როგორც მკითხველები ამბობენ, ეს წიგნი არის შიმშილის თამაშების და reality show Love Island-ის მიქსი. ვულოცავ გამარჯვებას ამ ავტორს, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე ამ წიგნს ვერ წავიკითხავ. მოგესალმებით და გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ ვისაუბრო Goodreads-ის 2025 წლის გამარჯვებულ წიგნებზე. Goodreads-ზე ყოველწლიურად მკითხველები ირჩევენ მათთვის გამორჩეულ წიგნებს სხვადასხვა ჟანრში და საბოლოოდ გამარჯვებული ვლინდება ხმის მიცემის მეშვეობით. შესაბამისად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება რომ გავეცნოთ ამ ინფორმაციას. ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე წიგნი მეცნობა, მაგრამ არის წიგნები, რომლებზეც აქამდე არაფერი არ მსმენია. ამიტომაც მოდი ერთად გავიგოთ თუ რას კითხულობდნენ წინა წელს, რომელი ავტორები იყვნენ გამორჩეულები და ვნახოთ შეიძლება რამდენიმე წიგნი შეემატოს ჩემს და ასევე თქვენს წასაკითხ სიას. რაც დრო გადის, ჩემი წასაკითხი წიგნების სია ხდება უშველებელი. როდის უნდა წავიკითხო ეს წიგნები? წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ არა უშავს. ახლებსაც დავამატებ. ასე რომ მოდი დავიწყოთ. პირველი კატეგორია არის მხატვრული ლიტერატურა და გამარჯვებული გახდა ფრედერიკ ბაკმანის My Friends. ამ წიგნმა მოიპოვა 167,509 ხმა. ფრედერიკ ბაკმანის ორი წიგნი მაქვს წაკითხული, ეს არის მშფოთვარე ადამიანები და კაცის სახელად უვე და ორივე წიგნზე ვარ შეყვარებული და ზოგადად ბაკმანი გახდა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი წიგნები ვერავის დატოვებს ემოციების გარეშე. რაც შეეხება ამ წიგნის სიუჟეტს, გვყავს 18 წლის ხელოვანი ლუიზა, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ნახატის კუთხეში აღმოაჩენს სამ ფიგურას და გადაწყვეტს, რომ გაარკვიოს თუ როგორ შეიქმნა ზოგადად ეს ნახატი. გადავდივართ 25 წლით უკან, სადაც ხვდებით მოზარდების ჯგუფს, თითოეულ მათგანს აქვს თავისი გამოწვევები, თავისი საიდუმლოებები და თითქოს ერთმანეთში პოულობენ იმის მიზეზს, რომ ყოველ დღე გაიღვიძონ, იოცნებონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გულის ადგილარი. ძალიან ბევრი რეკომენდაცია მხვდებოდა ამ წიგნზე, ბევრი ცნობილი ადამიანიც მოგვიწოდებდა, რომ სასწრაფოდ წაგვეკითხა ეს წიგნი, რადგან იყო მარცხოთ საოცრება და ფრედერიკ ბაკმანი მე ძალიან მიყვარს, ეს წიგნი უკვე ჩემს სიაში რა თქმა უნდა არის და მიხარია რომ სწორედ ის გახდა ამ კატეგორიის გამარჯვებული. შემდეგი კატეგორია არის ისტორიული ლიტერატურა და ამ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ტეილორ ჯენკინს რეიდი წიგნით ატმოსფერო. ამ წიგნმა მოიპოვა 254,774 ხმა. ვაუ! სიუჟეტი ამ წიგნში ვითარდება 80-იან წლებში და ყავს მთავარი პერსონაჟი ჯოან გუდვინი, რომელიც არის ფიზიკის პროფესორი. მისი ცხოვრება არის ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი და პროგნოზირებადი. თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, როდესაც ის ხვდება NASA-ს პროგრამაში და ეძლევა შანსი, რომ კოსმოსში გაფრინდეს. ის ხვდება ძალიან საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, მის გვერდით არიან საუკეთესო პილოტები და მეცნიერები და პერსონაჟებს შორის ჩნდება ძალიან მტკიცე მეგობრობა და მოულოდნელი სიყვარული. თუმცა 1984 წლის დეკემბერში ერთ-ერთი მისიის დროს მათი სამყარო თავდაყირადგება. ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ ცვლის ადამიანს სიყვარული და დიდი ამბიციები. ფიქრობ საინტერესოა ნამდვილად ეს სიუჟეტი. ტეილორ ჯენკინს რეიდის ერთი წიგნი მაქვს წაკითხული, ეს არის ეველინ ჰიუგოს 7 ქმარი, რომელიც ძალიან მომეწონა და ძალიან ვისიამოვნე და გავერთი ამ წიგნით. და რაც შეეხება ატმოსფეროს, გულწრფელად მაინტერესებს, მაგრამ სანამ ქართულად არ ითარგმნება ეს წიგნი, მე ეჭვება რომ ამის წაკითხვა ინგლისურად შეუძლო. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვკითხულობ ზოგადად ინგლისურად, ფიქრობ მაინც სამეცნიერო ტერმინოლოგიას ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გავწვდები და ისეთ თემას, როგორიც არის კოსმოსი. ასე რომ დაველოდები და იმედი მაქვს, რომ მალე ითარგმნება ეს წიგნი ქართულადაც. შემდეგი კატეგორია არის მისტიკა და თრილერი და გამარჯვებული გახდა ჰოლი ჯექსონი წიგნით Not Quite Dead Yet. ამ წიგნმა მოიპოვა 77,159 ხმა. და რაზეა ეს წიგნი? ყავს 27 წლის ჯეტი, რომელიც არის უმდიდრესი ოჯახის შვილი და მას მოულოდნელად თავს ესხმის უცნობი ადამიანი, რომელიც მიაყენებს ფატალურ ტრავმას თავის არეში. ექიმები თვლიან, რომ ერთი კვირის განმავლობაში ეს ტრავმა აუცილებლად გამოიწვევს ანევრიზმას და ერთადერთი ვარიანტი მისთვის არის ძალიან სარისკო ოპერაციის ჩატარება. თუმცა ჯეტი უარს ამბობს ამ ოპერაციაზე, რადგან სურს, რომ რამდენიმე დღე მაინც კონდეს გარანტირებულად. ჯეტის არასდროს არ უფიქრია, რომ ყავდა მტრები და უნდა რომ გაარკვიოს, ვინ იყო ის უცნობი ადამიანი და მოკლედ რომ ვთქვათ, ის აპირებს საკუთარი მკვლელობის გამოძიებას. ამ ავტორს სამწუხაროდ არ ვიცნობ, მაგრამ ეს სიუჟეტი, აი ახლა რაც მოგიყევით, მაინტერესებს
და რა თქმა უნდა ეს წიგნი ავტომატურად ემატება ჩემს სიას და რომ წავიკითხავ რა თქმა უნდა გაგიზიარებს ჩემს შთაბეჭდილებას და კიდევ ერთხელ მიყვარს თრილერები. შემდეგი კატეგორია არის რომანტიკა და გამარჯვებულია ემილი ჰენრი წიგნით Great Big Beautiful Life. ამ წიგნმა მოიპოვა 117,054 ხმა. და მოდი ვნახოთ რაზეა ეს წიგნი. ამ წიგნში გვყავს დამწყები მწერალი ლის სკოტი და ცნობილი მწერალი ჰეიდენ ანდერსონი. ორივე მათგანი ხვდება კუნძულზე და მათი მიზანია რომ დაწერონ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის მარგარეტის ბიოგრაფია. თუმცა მარგარეტი მათ უწყობს ერთთვიან გამოცდას და ეუბნება რომ ვინც უფრო უკეთ გაუგებს მას, სწორედ ის დაწერს მის ბიოგრაფიას. გარდა ამისა, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მარგარეტი ცალ-ცალკე უზიარებს მათ გარკვეულ ფრაგმენტებს საკუთარი ისტორიიდან და მათ ეკრძალებათ ამ ინფორმაციაზე ერთმანეთში საუბარი. და მოკლედ ძლიერი კონკურენცია გაჩაღებული ამ ორ ადამიანს შორის და ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ცხოვრება მისტიკად, ტრაგედიად ან სიყვარულის ისტორიად იქცეს. გააჩნია ვინ მოყვება მას. მე და ემილი ჰენრი. ხო, არ ვიცი, ამ ავტორს ნამდვილად უნდა მივცე კიდევ შანსი. რომ არ დაგიმალოთ, ამ წიგნზე დიდად კარგი რეკომენდაციები არ მომისმენია. მე რაც შემხვდა, მკითხველების გარკვეული რაოდენობა თვლიდა, რომ ეს იყო მისი ყველაზე სუსტი წიგნი. მაგრამ ფაქტია, რომ გამარჯვებულია ამ კატეგორიაში. ხო, ჯერჯერობით პირადად მე ამ წიგნს ჩემს სიას არ დავამატებ და სამომავლოდ ვნახოთ. შემდეგი წიგნი, რომელიც უნდა ვახსენო, გამარჯვებულია ორ კატეგორიაში. ეს არის რომანტაზი და საუკეთესო აუდიო წიგნი. რებეკა იაროსის Onyx Storm. რომანტაზის ჟანრში მან მოიპოვა 298,565 ხმა, ხოლო აუდიო წიგნში 107,386. ეს არის წიგნების სერიის მეოთხე ფრთის მესამე ნაწილი და შესაბამისად სიუჟეტს ვერ განვიხილავ, რომ არც თქვენ დაგასპოილეროთ და მეც არ დავსპოილერდე, მაგრამ მოგიყვებით მეოთხე ფრთაზე 1-2 სიტყვით. აქ ყავს მთავარი პერსონაჟი ვაიოლეტი, რომელსაც სურს მშვიდი და წყნარი ცხოვრება, თუმცა დედა აიძულებს, რომ წავიდეს დრაკონების მხედრების კოლეჯში. ვაიოლეტი ფიზიკურად არის საკმაოდ სუსტი, აქ კი დრაკონები თავად ირჩევენ მხედრებს და თუ ეს მხედარი არის სუსტი, ამას დრაკონები ვერ იტანენ და მათ წვავენ. გარდა დრაკონებისა, მას ყავს ძალიან ბევრი კონკურენტი და თითოეულ მათგანს უნდა მისი მოშორება და ყავს მტერი გზეიდენი, იმედია სწორად ვამბობ სახელს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო სურს შურისძიება მასზე. და გვაქვს Enemies to Lovers. ძალიან დიდი ამბავია ატეხილი ამ წიგნზე, არც მიკვირს რომ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ამ სერიას. რაც შემეხება მეოთხე ფრთა მქონდა ჩემს სიაში, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე რომ ის სერიები რაც დასრულებული არ არის, აღარ დავიწყო. ფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა ჩემთვის, რადგან ბევრი წიგნი დავიწყე ეგრე, ველოდები ახლა მეორე, მესამე ნაწილებს და იმდენად დიდი დრო მიაქვს ამ ლოდინს, რომ მავიწყდება ხოლმე წინა წიგნებში რა მოხდა. ამიტომაც დავალოდები რომ დასრულდეს და შემდეგ დავიწყებ ამ სერიას. მაპატიე გზეიდენ, ვიცი რომ ძალიან ბევრი მკითხველის გული დაიპყარი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაგეცნობი. შემდეგი კატეგორია არის ფენტეზი და გამარჯვებულია ვი იშვაბი წიგნით Bury Our Bones in the Midnight Soil. ამ წიგნმა მოიპოვა 102,408 ხმა. ეს არის ეპიკური საგა ვამპირებზე, მაგრამ არა ისეთზე, როგორებსაც მიჩვეულები ვართ. ავტორი გვამოგზაურებს სხვადასხვა საუკუნეებში, ვართ 1500-იანი წლების ესპანეთში, ასევე ვართ თანამედროვე ბოსტონში. ეს წიგნი არის უკვდავებაზე, ძალაუფლებაზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობენ ქალები ადგილი დაიმკვიდრონ იმ სამყაროში, სადაც მათ სთავაზობენ მხოლოდ მსხვერპლის როლს. გარემო კი არის ძალიან მისტიკური და გოთიკური. ნამდვილად საინტერესო ჟღერს ეს სიუჟეტი. ჯერჯერობით ამ ავტორის ერთი წიგნი მაქვს სიაში, ეს არის The Invisible Life of Eddie LaRue. ჯერ ამ წიგნს წავიკითხავ და თუ მომეწონა შემდეგ აუცილებლად გავეცნობი ამასაც. ამ წიგნზე რა რეკომენდაციებით შემხვდა, მკითხველები ამბობენ, რომ ეს არის მისი საუკეთესო წიგნი და ყველა იყო აღფრთოვანებული. ნახოთ. შემდეგი კატეგორია არის სამეცნიერო ფანტასტიკა და გამარჯვებულია Aisling Rowley წიგნით The Compound. ამ წიგნმა მოიპოვა 45,287 ხმა. წარმოიდგინეთ რეალიტი შოუ, სადაც არის 20 ახალგაზრდა იზოლირებულ შენობაში. ისინი იბრძვიან პოპულარობისა და გადარჩენისთვის, მაშინ როდესაც გარეთ არის აპოკალიფსი. აქ ყავს მთავარი პერსონაჟი ლილი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი გამარჯვებისთვის და რაც უფრო მეტად იზრდება კონკურენცია, ამ შოუს პროდიუსერები მით უფრო მეტად საშიშ და არაეთიკურ დავალებებს აძლევენ მონაწილეებს. როგორც მკითხველები ამბობენ, ეს წიგნი არის შიმშილის თამაშების და რეალიტი შოუ Love Island-ის მიქსი.
ხო, მიჭირს ნამდვილად ამ ორი რაღაცის დაკავშირება და ალბათ იმისთვის რომ დავაკავშირო უნდა წავიკითხო ეს წიგნი. რომ არ მოგატყუოთ, ეს სიუჟეტი ჩემთვის დიდად საინტერესო არ ჩანს. და არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს სიას ამ წიგნს არ დავამატებ. შემდეგი ჟანრი არის ჰორორი და გამარჯვებულია გრეიდი ჰენდრიქსის წიგნი Witchcraft for Wayward Girls. ამ წიგნმა მოიპოვა 59603 ხმა. მოქმედება ვითარდება 1970-იან წლებში, სადაც ოჯახებმა გადამალეს თინეიჯერი გოგონები, რომ დამალონ მათი არასასურველი ორსულობა. და ამ გოგონების თითოეულ ნაბიჯს ახლა სრულად აკონტროლებენ უფროსები. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, როდესაც გოგონების ხელში აღმოჩნდება წიგნი ჯადოქრობის შესახებ. სწორედ მაგია აძლევს მათ ძალას, რომ დაუპირისპირდნენ უფროსებს და დაიწყონ საკუთარი ცხოვრების მართვა. თუმცა ამ მაგიას აქვს საშინელი საფასური და გოგონებს მოუწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ჩანს სიუჟეტი, ჰორორი რამდენად ჩემი ჟანრია, არ ვიცი. იმიტომ რომ ხანდახან თრილერებისაც მეშინია ხოლმე და ვერც ფილმებს ვერ ვუყურებ ამ ჟანრში. ხო და რა საფასური აქვს ამ მაგიას? No. მე ამისთვის ჯერმსად არ ვარ. ვულოცავ გამარჯვებას ამ ავტორს, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე ამ წიგნს ვერ წავიკითხავ. შემდეგი კატეგორია არის საუკეთესო დებიუტი და ამ კატეგორიაში გამარჯვებულია Sen Lin Yu წიგნით Alchemist. ამ წიგნმა მოიპოვა 165,184 ხმა. ეს წიგნი რეალურად იყო ჰარი პოტერის ფანფიქშენი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში და შემდეგ ავტორმა შეცვალა ყველა პერსონაჟის სახელი, შექმნა ახალი დამოუკიდებელი სამყარო და მივიღეთ Alchemist. აქ სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ ვიცით, რომ იყო ომი, გაიმარჯვა ბოროტმა ძალამ და მთავარი პერსონაჟი, ალქიმიკოსი ჰელენა არის ტყვედ ჩავარდნილი. ჰელენას ყველა მეგობარი და ყველა მისი ნაცნობი სასტიკად დახოცეს და ის სამყარო, რომელსაც ის იცნობდა, უბრალოდ აღარ არსებობს. ჰელენას რამდენიმე თვით ადრე წაეშალა მეხსიერება. ეს საკითხი მისთვისაც და მისი მტრებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მტრები თვლიან, რომ შესაძლოა ჰელენას ჰქონდა რაღაც გეგმა, რომ მათ დაპირისპირებოდა და ჰელენა ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაიცვას ეს თავისი დაკარგული მეხსიერება, რომ არავინ არ გაიგოს რა ხდებოდა სინამდვილეში. ჰელენა არის დამწყდეული ციხეში და მან იცის, რომ მის დამტყუებელსაც აქვს საიდუმლოებები, რომლებიც ნებისმიერ ფასად უნდა ამოხსნას. გაგიჟებული იყო ხალხი ამ წიგნზე, მეც როგორც კი გამოვიდა, ეგრევე წავედი და ვიყიდე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ჩემს სიაშიც, ძალიან მაინტერესებს და მიხარია, რომ რაღაც კავშირი აქვს, ასე ვთქვათ, ჰარი პოტერთან. წინა წიგნი უშუალოდ ის ფანფიქშენი წაკითხული არ მაქვს, რადგან ავტორმა თვითონვე მოგცა რეკომენდაცია, რომ პირდაპირ წაგვიკითხა ეს წიგნი. ცოტათი მეშინია ამ წიგნის წაკითხვა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია და ძალიან რთული მაგიური სისტემა აქვს, როგორც ვიცი, მაგრამ თან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მომეწონება. ნახოთ რამდენად გაამართლებს ჩემს იმედებს. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ქართულადაც ითარგმნება ეს წიგნი და დაახლოებით 1 წელში იქნება ქართულ ენაზეც ალქიმიით შეპყრობილი. შემდეგი კატეგორია არის ფენტეზი მოზარდებისთვის და გამარჯვებულია Susan Collins-ის Sunrise on the Reaping. ამ წიგნმა მოიპოვა 300,427 ხმა. ეს არის შიმშილის თამაშების პრიკველი, რომელიც გვიყვება კეტნისის მენტორის ჰეიმიჩის შესახებ. აქ გვაქვს 50-ე შიმშილის თამაში და როგორც ვიცით, ამ ტრილოგიიდან ზოგადად ამ თამაშებს ყავს 24 მონაწილე, თუმცა ამ შემთხვევაში აქ არის 48. ამ წიგნშიც თამაშები არის ძალიან სასტიკი, ვიგებთ თუ როგორ გადაურჩა ყველაზე რთულ არენას ჰეიმიჩი და ასევე როგორ გახდა ის ისეთი ადამიანი, როგორცაც უკვე ვიცნობთ ტრილოგიიდან. როცა ეს წიგნი გამოვიდა, ფიზიკურად სხვა საკითხზე საერთოდ აღარ მხვდებოდა არანაირი ვიდეო, ყველა იყო გაგიჟებული, აღფრთოვანებული, ყველა ტიროდა, ყველა იყო უბედნიერესი და მოკლედ ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მკითხველებში ნამდვილად ამ წიგნმა. ახლაც Goodreads-ზე აქვს მილიონზე მეტი შეფასება, 4.5 ვარსკვლავი, რაც ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს. შიმშილის თამაშების ფილმები მოქვს მხოლოდ ნანახი და ისეთი აღფრთოვანებული არ ვარ, როგორც მკითხველების უმეტესობა. ეს წიგნი ჩემს სიას არ დაემატება, რადგან არ გამჩენია გულწრფელად იმის სურვილი, რომ შიმშილის თამაშების წიგნები წამეკითხა. სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება, ამ ეტაპზე ამ სერიის წაკითხვას არ ვაპირებ. შემდეგი კატეგორია არის მხატვრული ლიტერატურა მოზარდებისთვის და გამარჯვებულია ლიმ პეინტერი წიგნით Fake Skating. ამ წიგნმა მოიპოვა 46,319 ხმა. როგორც ვნახე, ეს არის მსუბუქი, მხიარული, სასიყვარულო ისტორია. სიუჟეტი ვითარდება ფიგურული სრიალის სამყაროში, სადაც ყავს ორი მოსისხლე მტერი და გარკვეული მიზეზების გამო მათ უწევთ, რომ თავი გაასაღონ წყვილად.
ტრადიციული enemies to lovers გვაქვს აქაც და როგორც ვნახე, წიგნი სავსეა იუმორით და ძალიან ბევრი საყვარელი მომენტებით. ზოგადად ამ ავტორს ძალიან აქებენ, მართლა არაფერი არ მსმენია მასზე ცუდი და ვიცი რომ მაქვს ძალიან მსუბუქი და საყვარელი წიგნები. ჯერჯერობით მისი სხვა წიგნი მაქვს სიაში, ეს არის Better Than the Movies, რომელიც ქართულ ენაზეც არის და თუ ის მომეწონა, შემდეგ უკვე ამასაც დავამატებ ჩემს სიას. შემდეგი კატეგორია არის არამხატვრული ლიტერატურა და გამარჯვებულია ჯონ გრინი წიგნით Everything is Tuberculosis. ბედის ვარსკვლავის ბრალია, ალბათ გაგიგიათ ან წიგნი, ან ფილმი და კი, სწორედ იგივე ავტორზე ვსაუბრობთ ახლა. ძალიან უჩვეულო ამპლუაში გვევლინება აქ ჯონ გრინი და გვიყვება ტუბერკულოზის ისტორიას და იმას თუ როგორი გავლენა მოახდინა ამ დაავადებამ ჩვენს სამყაროზე. წიგნი არის ძალიან ემოციური და ინფორმატიული და ის გვაიძულებს რომ დავფიქრდეთ გლობალურ უთანასწორობაზე. თუმცა ამასთანავე გვიტოვებს იმედს, რომ მეცნიერებას და ადამიანურ თანაგრძნობას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ძალიან კარგი შეფასებები აქვს ამ წიგნს, ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა როგორც ვნახე და ალბათ ზოგადად კარგია და სწორია რომ მეტ ინფორმაციას ფლობდეთ ნებისმიერ დაავადებაზე. მინდა რომ გადავხედო ინგლისურად რამდენად გასაგებად არის დაწერილი და არის თუ არა ბევრი ტერმინოლოგია და თუ ინგლისურად ვერ წავიკითხე, შემდეგ უკვე დავალოდები ქართულ თარგმანს, რომელიც იმედი მაქვს რომ გვექნება და შემდეგ წავიკითხე. შემდეგი კატეგორია არის მემუარები და ავტობიოგრაფია. და აქ გამარჯვებული არის შერი ფრანკის The House of My Mother: A Daughter's Quest for Freedom. როგორც მოვიძიე, ეს ავტორი იზრდებოდა კამერების წინ, რადგან მის ოჯახს ჰქონდა YouTube არხი 8 Passengers. ავტორი გვიყვება იმაზე, თუ რამდენად რთულია, როდესაც შენი ბავშვობა ხდება საჯარო, გვიზიარებს ინფორმაციას თავისი ტოქსიკური ოჯახის შესახებ, იმას თუ რამდენად შეიძლება გაანადგუროს ადამიანი ოჯახურმა და რელიგიურმა კონტროლმა და ასევე ვიგებთ იმას თუ როგორ იპოვა მან საკუთარ თავში იმის ძალა, რომ გათავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან და აღმოეჩინა საკუთარი ხმა. ასეთი ისტორიები პირადად მე ძალიან მაინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ არხზე აქამდე არაფერი მსმენია, ამ წიგნს აუცილებლად მოვინიშნავ, რადგან ძალიან მაინტერესებს, როგორ გავლენას ახდენს აი საჯაროდ ყოფნა ადამიანებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე. ნამდვილად საინტერესო ჩანს, ნახოთ. და ბოლო კატეგორია არის ისტორია და ბიოგრაფია, სადაც გამარჯვებულები არიან ზოი ვენდიტოცი და კლერ მიჩელი წიგნით How to Kill a Witch. ამ წიგნმა მოიპოვა 45858 ხმა. ეს წიგნი წარმოადგენს სიღრმისეულ ისტორიულ კვლევას შოტლანდიაში ყუდიანებზე ნადირობის პერიოდზე. ავტორებმა აღადგინეს იმ ქალების რეალური ისტორიები, რომლებსაც ბრალსდებდნენ ჯადოქრობაში და რომლებიც სიკვდილით დასაჯეს. წიგნი გვიჩვენებს იმას, თუ როგორ გამოიყენებოდა შიში და ცრურწმენები ქალების გასაჩუმებლად და ასევე გვაჩვენებს ამ ისტორიების ცოდნის მნიშვნელობას, რომ არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. ასეთი ტიპის წიგნი არ წამიკითხავს, რომ ვაღიარო არც ყუდიანების ისტორიას ჩავძიები ვარ დიდად და არ მინახავს რა გადაიტანეს ქალებმა, მაგრამ ამ წიგნმა ძალიან დამაინტერესა და აუცილებლად წავიკითხავ. და რომ დაფიქრდე, ალბათ მართლა რამდენმა ქალმა გადაიტანა უსამართლობა და რამდენი ქალი დახოცეს აი ამ ცრურწმენების გამო. ნამდვილად დამაინტერესა და აუცილებლად წავიკითხავ. ესეც ასე მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. დიდი იმედი მაქვს, რომ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო წიგნები. თუ რომელიმე წიგნი დაამატეთ თქვენს სიას, გთხოვთ რომ აუცილებლად გამიზიაროთ კომენტარებში. გარდა ამისა, თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და როგორც ყოველთვის თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!